გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, დღეს მე ვიმყოფები ჩვენს უფროს მეგობართან ოჯახში ბატონ ბონდო კალანდაძესთან და ალკოჰოლური სასმელების ამაგდარ ადამიანთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან საინტერესო ვისაუბრებთ და ძალიან ბევრ ისეთ რამეს გავიგებთ, რაც ბევრისთვის არ არის აქამდე ცნობილი. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობა ბატონო გიგა. ძალიან გთხოვთ ბატონობის გარეშე მიმართოთ ერთმანეთს. ჩვენ კოლეგები ვართ, ხვალიდან უკვე შენ გახდები უფროსი მეჭაჭე, მე კიდე შენი მოადგილე. მინდა რომ ეს გადაცემა იყოს ძალიან თვითყოფადი, რომ ხალხს დაინტერესოს და გაიგონ სინამდვილე რა არის ნამდვილად ჭაჭა და ჭაჭის გარშემო ყველა ის პროცესი, რაც საქართველოში ხდებოდა. მე სანამ თქვენ გადაცემას ჩაწერთ, ერთი შეკითხვა მაქვს. ძალიან საინტერესო გადაცემებს მოკიდეთ ხელი და შეეჭირეთ ამ საქმეს. ბევრი გაიცანით, ბევრმა გაგიცნოთ, მაგრამ არცერთ გადაცემაში არ გითქვიათ ვინ არის გიგა ლოლაძე. მაინტერესებს მეც და რო ვიცოდე, ხვალ რომ მკითხოთ ჩემო შვილიშვილა, ის კაცი ვინ იყო, ხო რა უთხრა, ვინ არის გიგა? გადაეცით თქვენ შვილიშვილს და სახალხოდაც ვიტყვი ვინ არის გიგა ლოლაძე. ჭაჭის ენთუზიასტი, რომელსაც სურს გახდეს კარგი მხდელი, ჭაჭის მეგობარი და პოპულარიზაცია გაუწიოს ამ არც თუ ისე დაფასებულ სასმელს საქართველოში, რომელიც არის ჩვენი ეროვნული სასმელი. მე ვარ მოყვარული და ვცდილობ რომ გავხდე პროფესიონალი, რომელიც ხშირად ილაპარაკებს ჭაჭას. გისურვებ წარმატებას, კარგ საქმეს მოკიდეთ ხელი და გააგრძელეთ. დიდი მადლობა. ეხლა ვინ არის ბონდო კალანდაძე? ბონდო კალანდაძე ბრძანოს ვინ არის ბონდო კალანდაძე? მე ვარ ერთი ცვილისელი ვერელი ბიჭი, რომელიც დავიბადე ვერაზე, მუშაობდი ვერაზე, ცხოვრობდი ვერაზე, ეხლა ცხოვრობ ვერაზე. 65 წელს, როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, დავიწყე მუშაობა ლიქიორის ქარხანაში ბელინსკის ქუჩაზე. ის იყო სარაჯიშვილის ქარხანა. დიახ. ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი იყო დიდი ვახტანგ ციციშვილი. ვახტანგ ციციშვილმა შთამანერგა და მითხრა, რომ მეღვინეობა ძალიან დიდია, შამპანიური ძალიან დიდია, კონიაკის, მაგრამ ლიქიორი არ ყიდ. დღესდღეობით საქართველოს ჭაჭა როგორ იყო მაშინ თქვენ როცა ამ საქმეს? მივარ მაქამდე. მე ისე მინდა მოვყვე, რომ ყველაფერი ის იყოს ხრონომეტრულად. აი 65-დან დავიწყე მუშაობა ლიქიორის ქარხანაში და 60 წელი ვემსახურები ამ საქმეს. ეს არის სპირტი, ლიქიორი, არაყი და მაგარი სასმელები. დღეისათვის ყველას აინტერესებს რა არის ჭაჭა. ხო, ჭაჭა ეს არის ქართული ნაციონალური სასმელი, რომელიც თემ სოფლიოში არის ცნობილი სხვა სასმელებთან ერთად, რომლებიც არის ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა იმ ქვეყნისა, სადაც აკეთებენ. როცა სუფრაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, კონიაკი, შამპანიური, ლიქიორი, იმ წუთში საქმე გაქვს საფრანგეთთან. თუ იწვის ვიღაცა, რომ დავლიე მარტინი ან ჩიზანო, ესე იგი იტალიაში ხარ. თუ საკეს დალევ, იაპონიაში ხარ. თუ ტეკილას, მექსიკაში ხარ. რომს, კუბაში და ასე. ეს ყველაფერი შეინახა იმ შთამომავლებმა, რომლებიც იმ ქარხნებში მუშაობდა. 100-200 წლის წინათ. რა ხდებოდა? ესე იგი, მარტინი, ჩიზანო, კამიუ, ვინც არის დღეს, ყველა არის მე-7 მე-8 თაობა. და ისინი აგრძელებენ. თუ ქალიშვილია მემკვიდრე, გვარს არ აძლევენ სიძეს და ქალიშვილი აგრძელებს. იმიტომ რომ არ წაიშალოს. ჩვენთან რა ხდება? 17 წელში შემოვიდნენ კომუნისტები, გააკულაკეს ყველა, ჩამოართვეს აბსოლუტურად ყველაფერი, გააგდეს, დაიჭირეს, დახვრიტეს და შეწნა. არც შარაჯიშვილი, არც ჯორჯაძე, არც ბაგრატიონი დღეს არ არის. რატომ? იმიტომ რომ მემკვიდრეობა არ იყო. საგვარეულო ტრადიციები ჩვენში არ არის. აი ეს არის სამწუხაროა და იმედია რომ გაგრძელდება. ძალიან დიდი პრობლემა. დღეს რა ხდება? ქარხანაში სადაც 100 წლის წინ დაიწყო მეღვინეობა და დაიწყო ახალ მეღვინე მუშაობა, არ აინტერესებს ძველი, მხოლოდ თავისას აპირებს. ის ძველი არ არის მისთვის საინტერესო. რატო? იმიტომ რომ ამაში ხედავს რომ მას უარდება რეიტინგი, იმიტომ რომ თურმე ის ქარხანა ყოფილა. ეს ისტორია იყო და ამ ისტორიაში შენახვა უნდა. და უფრო საინტერესოს არის, როცა ისტორია ქარხანას რა თქმა უნდა უფრო 100 წელი რომ გავიდა და ქარხანაში არაფერს არ აკეთებ, გარდა იმისა რომ უშუალოდ ახალ სასმელებს, სადღაც ხო უნდა ახსენო. ბატონო ბონდო, ყველას აინტერესებს
ჭაჭის როდის იწყებს ქართველი ადამიანი ჭაჭის ხდას? ამაზე Facebook-ზე ხოლმე მაქვს საუბრები, არის შეკითხვები, რომ აი როდის დავიწყეთ ახლა? კი ბატონო, ღვინო არის ძველი კულტურა ჩვენში, ძალიან ძველი, რამდენიმე 1000 წლის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როდის დავიწყეთ ამ ქვეყანაში ღვინისგან, კიდაც ხილისგან არა აქვს მნიშვნელობა. რომელი პირველი იყო ალბათ არ გვეცოდინება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჭაჭის ხდა როდის დავიწყეთ? ეს ისეთი საკითხია, რომელსაც უსასრულო გაგრძელება ექნება. იმდენი მასალები არ არის, რომ ძალიან ძველი ნახო. პირველი პერიოდი, როცა საქართველოში მოაშენაურა ქართველმა კაცმა ველური ყურძენი და ღვინო დაამზადა 8000 წელი გავიდა მისმენე. მაგრამ ჭაჭას ის ვერ გამოხდიდა, იმიტომ რომ ჭაჭის ქვაბი მე-12 საუკუნეში შეიქმნა. ამიტომ ის როდის გამოიხადა მე-12 საუკუნის შემდეგ აუცილებლად ვიღაცამ გააკეთა მარტივი ქვაბი და შემოიტანეს. ვინ იყო? ესენი იყვნენ არაბები. არაბები ხდიდნენ კედარს, ფის, ამას აკეთებდნენ ბალზამირებისათვის, ხდიდნენ ზღვის წყალს, სხვადასხვა ძვირფას მეტალებს, მაგრამ ალკოჰოლს არ ხდიდნენ, იმიტომ რომ ყურანი გძალავდა. ალკოჰოლის დასამზადებლად შემოიტანეს მე-12 საუკუნეში არაბებმა. არაყი ეგეც არის. გიტყვით, არაბებმა შემოიტანეს ესპანეთში და ესპანეთიდან გამრავლდა მერე სხვა ქვეყნებში. თვითონ ალქიმიკოსები როცა ამზადებდნენ სხვადასხვა სითხეებს, სხვადასხვა მეტალებს, მაშინ ყველაფერს ჰქონდა არაბული სახელები. ალქიმია, ალამბიკი. ალამბიკი, ხო, ალამბიკი ბატონო. ეს რა მასალა იყო ეს ალამბიკი მაშინ? თიხა იყო? არა, თიხაში ვერ გამოხდიდა. ვერ გამოხდიდნენ, ხო? როცა რაღაცა მეტალი გაჩნდა. თვითონ სიტყვა ალამბიკი და ალქიმია არის სუფიქსი ალ, რაც ისავს არაბულს. შემდეგ ეს მე-12 საუკუნის მერე გაემგრავა სხვა ქვეყნებში, დაიწყეს საფრანგეთში კონიაკის გამოხდა, მექსიკაში ტეკილას, კონიაკის საფრანგეთში და ასე და მოვიდა. ესე იგი ევროპა მანამდე არ ხდიდა. ვერ გამოხდიდა, ქვაბი არ იყო. ქვაბი არ იყო, ხო, ანუ გამოგონება არის არაბების. ქვაბის არის არაბების. მაგრამ შემოიტანეს ევროპელებმა. თვითონ ეს ქვაბები უმარტივესი იყო. როდესაც ხდიდნენ და ჩვენთან როდის შემოდის? მე-12-ს შემდეგ ალბათ, ხო? მე-12 საუკუნის მაგრამ შემდეგ. პირველი ჩანაწერი საქართველოში მაგარ სასმელებზე ეკუთვნის ვახტანგ მეექვსეს. ეს მოხრანის ბაგრატიონთა შტოს მეფე იყო, რომელიც 1607 წლებში ირანში იყო წასული და დაიწერა წიგნი, რომელსაც ჰქვიოდა ქიმიის ქნა და მისი შეზავება. აქ მოხსენებულია არა ჭაჭა ან არაყი, არამედ ოტკა. სიტყვა ოტკა, სხვადასხვა ოტკები. აი ეს ევროპული ტერმინი არის ოტკა. არავინ არის ეს. ოტკა არ იყო მაშინ ევროპაში. არა, იმიტომ რომ ვოდკას. არა, ვოდკა ჯერ საერთოდ ხსენება არ არის. საერთოდ ხსენება არის. აი გეტყვი ახლა მაგას გავყვეთ. აი ეს ოტკა, რომელსაც ჰქვიოდა გულის სიმაგრის შესანარჩუნებელი ოტკა, დასამშვიდებელი ოტკა, კუჭის ოტკა და ეს ოტკები და გამოდიოდა. ახლა ვახტანგ მეექვსე მეფე იყო, თვითონ ხوار გააკეთებდა, ნახაზებს ხაზავდა და ყავდა ხალხი და უკვე ცნობილი იყო ოტკა. მერე გამოვიდა ლევან ჯორჯოძეს წიგნი, იქაც ოტკას ხმარობს, სხვა სახის ოტკა. შემდეგ გამოვიდა კოჭია მოდებაძეს წიგნი, ის საერთოდ არ ხმარობს ჭაჭას და სიტყვას. მარტო მეღვინება. აი ვასილ პეტრაშვილმა უკვე გამოცა წიგნი 1895 წელს, სადაც ძალიან ბევრი საკითხი მიუძღვრა ჭაჭის არახს. უკვე იქ ჭაჭის არაყია. სიტყვა ჭაჭა უკვე არის ნახსენები. ეს შემოვიდა ნელ-ნელა საქართველოში და შემდეგ დამკვიდრდა უკვე იმ მოსახლეობაში, ვისაც ცხოვრობდა. ეხლა მთიულეთში არ ახდიან მას რა ქვია ღვინოს და იქ არის ჭანჭური და არა, ძირითადად მარცვლეული რახი. თვითონ რახი ძნელი დასალევია, მაგრამ იმას სხვა არ აქვს. მე ისინი იმიტომ უშვებდნენ იქ რა ქვია არახს, რომ აქცია არ იყო გადასახდელი.
და სულხან საბას აქვს იყი ნახსენები. სულხან საბას აქვს იყი, რასაც ეძახის, რომ ეს ჭაჭის არახს ეძახის იყს. იყი არის მაგარი სასმელი, რომელიც ქვაბის ოფლიო და ხმარობს როგორც იყს. თვითონ ჭაჭა როგორც სახელი ჩნდება სადღაცა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. როდესაც კახეთში ხდიდნენ არახს, დიახ. მას ეწოდებოდა ან ყურძნის არაყი, ან ღვინის არაყი. ჭაჭა არ არის ჯერ. ეწერა რუსულად ვინოგრადნე ვოდკა и კახეთინსკაია ვოდკა. ჭაჭის ხსენება არ არის. თვითონ კახელი გლეხი სანამ არყის გამოხდას დაიწყებს. ამ დურდოს, კლერტს და იმას ჭაჭას ეძახის თუ არ ეძახის? ჭაჭას ეძახიან ყურძენს. ანუ დაჭყლეტილ ყურძენს ჭაჭას ეძახიან ჭაჭას, მაგრამ ჭაჭა გამოვხადე ეს არსად არ არის ეს სიტყვა. არის ვინოგრადნე ვოდკა. ისი ახალი ტერმინი არის ჩვენში ეს რა. აი გითხრა რომ შემოვიდა. ესე იგი ეს ვინოგრადნე ვოდკა უკვე ყველას აქვს ცნობილ მეწარმეებს და ეტიკეტიც არის ცნობილი ვაზის ფოთოლია. დაწერია ყურძნის არაყი რუსულად და ქართულად აწერია კახური არაყი ან ყურძნის არაყი, ვინოგრადნე ვოდკა. აი შემდეგ უკვე 30-იან წლებში დიახ. გაჩნდა სამტრესტი. ეს უკვე როდესაც ინდუსტრიალიზაცია ხდება არ როცა კომუნისტები შემოვიდნენ ყველაფერი ჩამოერთვა და გახდა მონოპოლიური ორგანიზაცია სამტრესტი. და სამტრესტმა დაიწყო გამოშვება ვინოგრადნე ვოდკა ქართულად ჭაჭა სიტყვა. აი გასა პირველად უკვე მაშინ ეტიკეტები არის ამას ყველაფერი მე ამას ხოლმე დამტკიცებული საბუთებით. და ეს ჭაჭა ისხებოდა უკვე სხვადასხვა პატარა როგორ გითხრა სამქროებში, სადაც 1-2 ქვაბი იდგა და გამოდიოდა ვინოგრადნე ვოდკა ჭაჭა. მერე პაუზა 50-იან 60 წლებში საერთოდ არაფერი აღარ გამოდის, ჭაჭა საერთოდ არ გამოდის, გაჩერდა და ლიქიორი არყის ქარხანაში მოახდინეთ მისი აღდგენა. ეს იყო ახალი ბომბა. რატო არ გამოდის? არ მოსწონთ ეს სასმელი, არ იყიდება ეს სასმელი. ესე იგი ეს ჭაჭა, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ 50-იან 60-იან წლების დასაწყისში, იყო მხოლოდ ყურძნისეული პროდუქტი, სხვა არაფერი. და დავაწერეთ ეტიკეტზე ჭაჭა რუსულად და ქართულად. მეორე სასმელი იყო არგო, რომელსაც ეწერა ყურძნის არაყი. ერთი იყო 45-იანი, ერთი 50-იანი. მაგრამ ვერ დაინერგა ესა. უკვე მონოპოლი აქვს სამტრესს. ეს კერძო ფილმები არ იცვლება, მაგრამ სამტრესტია ყველაფერი. თუ კი რამე გამოჩნდა, არის სამტრესტი, ეტიკეტი სამტრესტი, სახელი სამტრესტი, ყველაფერი და სამტრესტმა ვერ დაინერგა. რატო? მე მთავარი ტექნოლოგია ვიყავ სამტრესტის სპირტების არაყებში. იმიტომ რომ ქვაბები იყო ისეთი, რომელიც ვერ აცილებდა მეთილს და რახებს. და ზედმეტი რაოდენობა იყო და როცა ჭაჭის არაყი გაზომეს, შიგ მეტი იყო. ანუ ტექნოლოგია არ იყო ეს. ტექნოლოგია არ იყო, რაც დღეს არის. დღეს რო ქვაბია, იქ შეიძლება ყველაფერი გახლიჩო, მოაცილო, ესეც, ისეც, რექტიფიკაცია გაუკეთო და მიიღო მაღალი პროდუქტი, რომელიც ადამიანის მავნებელი არ არის. მაგრამ ის ჭაჭა თვითონ პროდუქტი ვეღარ ნახა ხმაურება, იმიტომ რომ მოსკოვმა აკრძალა, მაშინ ყველაფერი მოსკოვის იყო. საქართველოში არაყის ქარხანაში ქართული არაფერი არ ისხებოდა. რუსკაია, მოსკოვსკაია, სტალიჩნაია, პერცოვკა, ზალატოე კალცო ესენი სულ რუსული სახელები უფლება არ ქონდა გამოგვეშვა. ერთადერთი ტარხუნა იყო, რომელიც მე გავაკეთე და მე ამერიკაში გაიყიდა მაგაზე მოგიყვები. მაგრამ აი როცა პერესტროიკა დაიწყო და ახალი ტალღა შემოვიდა, ლევან კაჩეშილაძემ ჩამოაყალიბა GUS-ი. მე ვიყავ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იქ მე და თამაზ კანდელაკმა, ბატონ თამაზი იყო სამტრესტის ყოფილი მმართველი, წამოვიდა ჩვენთან და აღვადგინეთ ჭაჭა. და დავარქვით. ანუ თქვენ იწყებთ უკვე ამის აღდგენა. იმის მერე სამტრესტის მერე. ეს არის 90-იანი წლების ბოლო და დავაწერეთ ჭაჭა ასობია. რუსულად. ეს ჭაჭა ასობია იყიდებოდა ძალიან კარგად, ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება და რახან რუსეთში ჰქონდა ჩვენ ფირმა პერნო რიკარდი იყო, ფრანგული კომპანია იყო ჩვენი უფროსი, სადაც შედიოდა ეს GUS-ი და მოსკოვში
შეიტანეს. აი მოსკოვში შეიტანეს, უკვე ასპრა ჯაჯა, ჩა და ესე იგი მოსკოვში მანამდე იციან ჭაჭა. ეს არ არის პირველი მათთვის, ხო? იციან ჭაჭა, ის ვინც 30 წლის მერე ჩამოდის საქართველოში და ოჯახებს სვამს უკვე ჭაჭას. აი, მაინტერესებს თქვენ კარგად გეცოდინებათ ეს ამბავი. მაგ პერიოდში მოსკოვში უფრო პოპულარული არის ჭაჭა თუ საქართველოში? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგალითად დღეს თითქმის ყველა ოჯახში, ну თითქმის რა თქმა უნდა, იხდება და თვითონ ხდიან ადამიანები ამას. მაინც თითქოს არ უსვავთ დღეს თანამედროვე ქართველ ჭაჭას და უპირატესობას ვანიჭებთ სხვადასხვა სასმელებს. მაგალითად, მე მითხრეს მაღაზიის მეპატრონებმა, რომ ტურისტი უფრო მეტ ჭაჭას ყიდულობს დღეს გეუბნები, ვიდრე ქართველი. ესეა. ხო და საინტერესოა ეს რა და მაშინ როგორ იყო ეს? უფრო მეტად რუს მოსწონდა თუ ქართველებსაც მოსწონდათ ეს ჭაჭა? მოსწონდა საქართველოში. საქართველოში მოსწონდა. ჩამოვიდა და რომ დალევდა და გაიჟღერდა, ოი ჭაჭა. და დღესაც ეგრე არის რა, ისე რომ ჩამოვიდა. აი მე ძალიან მაღალი რანგის რუსებს ვიცნობ, ქარხუნ ჭაჭა არ მოწონდა. აი უნდა ისო დაიჭანები და 55 გრადუსი რა და რომ აღარ შეგიდები მესამე ჭიქის მერე უკვე ამაგდის ალდე კიდევ სამი დღე რო უნდა სახე რო გაასწორო კაცი რო ვარგი ხარ კაცად ამიტომ დღეს ჭაჭა ყველა ოჯახში არის მე ვნახე ყურნის პროდუქტს რომელსაც აკეთებენ უშვებენ მაგრამ ეს არის ფართო მოხმარებისთვის არ არის თავენთვის არის აკეთებენ თავისთვის არც ხარისხი იცავენ არც გრადუსი იცავენ არც ასასულა რანაირი სახელი ქვაბია რამას არის საგან არის როგორ არის ამას არაფერს არ აკეთებენ ყურადღებას მაგასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დაგისვა დღესაც საოჯახო მეურნეობებში არავინ არ აცილებს თავსა და კუდს და არ იღებს ცალკე გულს თლიანად ხდიან და სვავენ ასეთ ადამიანებს ხო უნდა უთხრათ რომ საწამლავს აკეთებენ. ვერ მე რამდენჯერ მირბინა. ახლა მაგაზე რო ვილაპარაკო. საოცრ რამდენჯერ ყოფილვარ, რომ გადმოდის პირველი ცხელი. ხო, ის მოწამლები ცხელი. და გასკდებიან. და აუ რა კარგად თორდა მე 3 დღე ვერ დგებიან. იმას თუ არ აუხსენი, გლეხი ჭუჭურაკია. არა რომ უხსნი ხანდახან მაინც არ გიჯერებენ. რატო? ის ყველაზე მაგარია. ხო, რას მეუბნებია ხოლმე, იცი? ეგ მაგან უნდა გააკეთოს მერე დანარჩენი წამოსული არ ანუ ეგ აკეთებს წინწანა კიდევ არის როცა მიიღებს ამ სადღაც 60-იანი პროდუქტს რომელიც უკვე მეორე ნახადია რა და უნდა დაიყვანოს კაი დამუშავებული წყლის წყალი 60%-ია მაშინ 40% არის არა ალკოჰოლი ხო დიდ მნიშვნელობა წყალს და აი მაშინ ბოლო ნახატს ამატებს საერთოდ სპოკს ყველაფერს აი ეს არის გლეხს არ უნდა რომ გაიგოს ხო და დღეს ჭაჭას ხდის მოხუცები ახალგაზრდა მე არ დავინახე რა გამოიხადოს ხო და ერთ-ერთი ჩვენი მიზანი ისიც არის რომ იქნება რამენაირად მივიტანოთ მათთან ის ამბავი ბოლო მათთვის არის ცუდი ამის გაკეთება მათთვის არის ცუდი კი ხო რომ და მიხვდნენ რომ თავი უნდა მოხადონ და კუდი უნდა მოხადონ და აიღონ გული ძალიან გული თუნდაც რომ ნორმალური მაგრამ ის რომ ჭაჭა დასათრობი და არა სასმელია როგორი სასმელი არის ჭაჭა ჭაჭა არის ძალიან თვითყოფათი სასმელი, რომელიც არის ძალიან საინტერესო და მას უნდა მოხმარების წესები. რომ არ დათვრე, ძალიან ბევრი არ დალიო და ჭაჭით არ იქეიფო. ჭაჭა არის როგორც აპერიტივი, ისე დიჯესტივი. შეიძლება 1 ჭიქა, 2 ჭიქა, 3 ჭიქა, ზოგმა იცის 3 სახარება გაჩერდება, ზოგი 12 სახარება. და უკვე კაცად აღარ ვარ გამე, თავს ეკითხება რამ ჭირსო და რამ ჭირს და მოწამლული ხარ. მოიწამლა, ყველა დათრობა არის მოწამლა. კი ბატონო ძნელად გამოდის ისა ამიტომ ის რომ ჭაჭა ქართულია და უნდა ყველა გავაპიარო და მიღებული იქნეს მაგრამ ამას ხელი შემშელი აქვს რომ ემბარგო როცა იყო 2005 წელს და მე 14-ში აღადგინეს რუსეთის ემბარგოს ლაპარაკობ დაუშვეს ღვინო არაყი კონიაკი ძმარი და შამპანიური ჭაჭა არ დაუშვეს ამით ისარგებლა სომხებმა და აფხაზებმა და მორწყეს ხო, გასაგები, რომელიც ყველაფერი არის გაკეთებული ხელოვნურად. ჭაჭის ხელის შემშლელი ერთ-ერთი პირობა კიდე ის არის, რომ აქ საწარმოებლად ძალიან ძვირი ჯდება და აქციზი აქვს კიდე ბატონო ბონდო ძალიან ძვირი. მაგალითად, ღვინოზე დღეს
აქციზი არ არის. მოხსნილია. და კარგი იქნება ჩემი აზრით, რომ ქართულ პროდუქტს ჭაჭასაც კონდეს ისეთივე ხელშეწყობა, როგორც აქვს ღვინოს. მართალი ხარ, მაგრამ ამას ხო უნდა დაყენება. ხო, უნდა საკითხის დაყენება და იქნება იმსჯელონ ამაზე, რომ შეეწყოს ხელი რა ამ პროდუქტსაც რა. ხილის არაღიც იგივეა რა. ცოტა ხილის არაღიც კი ბატონო, ხილის არაღიც იგივეა. შეიძლება 30 ლარი დაждდეს 1 ლიტრი, 9 ლიტრი. უფრო ძვირი ძდება. თვითღირებულება ძვირია. მე აქვია მაღაზიაში მიიტანდა ეს 5 ვაგს დაადებს. დაადებს. ხო, ადეს 60-70. არ გინდა წაიღე გეუნება, არ იყიდება. იქ როგორ უნდა გაიყიდოს? 12 სართულია. შევედი ერთხელ აიქ დადეს ერთი ბოთლი. თორემ ის რა არის მეთქე, მე რა ვიციო. ვინ მოიტანა, არ ვიცი, რატომ მოიტანა? ხო უნდა იყოსო. გადარჩებულია ყველაფერი, არც გრადუსი იციან სადაც, არც დაწყობილი საფეროები შენ ცალკე. რა ხდება ახლა? აი, ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს მრეწველს და გამყიდველს. გამყიდველი აკეთებს თითფულს და შენ გაძლევს კაპიკებს. მე მიიტანე ბოთლი გაიყიდე ერთხელ ფული არ მოგცა მეორე რამე მეოთხეთ მიიყენე ფული და 4-ში რომ გამოუშვა ხო უნდა ბოთლი აქციზი ეტიკეტი მოუშახელი ხო ეს არ აინტერესებს თუ არ გინდა წაიღე ესე არ არის იმათაც უნდა მოექცეს მე არიან მიჩვეულები გთავს რას ნიშნავს გთავი აი შეგვედი მაღაზიაში და რუსიონება чача есть можно хорошую чачу сколько градусов 50 45 არ მოვესმოთ რატო იქიდან ფული აქვს აღებული კი ბატონო და რა მე შევესწარი ტელეფონში მოგიყვებით თელავში რო ვიყავი ჭაჭის დეგუსტაციაში ლაპარაკ შევესწარი დაურგეს ერთს და რომელი ჭაჭა მივიცოდა აი მის ჭაჭა ვიცი რატო უნდა ის კაიო რა იქიდან ფული აქვს აღებული თუ არა მაშინ ორ ბოთს სამ ბოთს უწოებს კი აბდულ ანუ ვინც კი თანამედროვე გაყიდ მე გეტყვით ახლა როგორც არის ან ფულს აძლევ რომ მე გამიყიდოს პროდუქტი ან ეუბნები რომ 5 ბოთლს თუ გაყიდი 3-ს გაჩუქებ და ის რასაც გაყიდი ის შენი იყოს კი ბატონო ამა ესე ხდება დღეს რაც არის ძალიან ცუდი ეხლა რაც შეეხება თაროებს პრობლემა რაც არის რომ თქვა ღვინო ჭაჭას კიდე გაუძლებს წაიღებენ ღვინოს დადებენ თაროზე დევს შეიძლება წელიწადი იმას მოვლის პირობები უნდა ეგრე ხო არ არის რა იმას რო გახსნი 2 წლის მერე ზეზე რო დევს და რო გახსნი ის ხო შეიძლება დაძმარებული რომელიმე სუპერმარკეტი წინ გაგიმლია რომ ზეზე არიდოს სასმელები მე ვუთხარ სასმელი ზეზე არ შეიძლება რა დავდო მე ვუთხარ ცოტა რამეა დადე რაღაცები პლასმას რაღაცები ხო რა შეიძლება დადე რა არა აბა ხალხმა ხო უნდა იცოდეს და ის არც ერთი არ ვაგა სოფლიო გამოფენებზე რომ დავდიოდი მე ჭაჭას ღვინოს არას რო წავიღებდი ის ისეთი დასხიება ქონდა რომ უკვე ხარისხი იცვლიდა და ის ჩამოწერა ხდებოდა. როგორ შეიძლება 50 გრადუსი ხანდახან ის დადო იქა და მე ის გაყიდო. შენახვის პირობები არაფერი. ესე არ არის. ყველაფერს თავის წესი აქვს და ამ წესებს თუ არ დაიცავ, ისე შორს ვერ გახვან. ყველაფერს მოხმარება, წესი, შენახვა, როგორ შეიძლება რომ მეაგდო სადმე და არ გაინტერესებს, გინდა გაიყიდოს, გინდა არა. თქვენი აზრით როგორ უნდა მოხდეს დღეს თქვენი აზრით პოპულარიზაცია ამ პროდუქტის რა რომ ცოტა ხალხი მოუბრუნდეს ამას და მიეჩვიონ თანდათან ქართული გინდა ხილისა იყოს გინდა ყურძნისა იყოს დალევას მოხმარებას ამის ყიდვას მაგალითად რა უნდა გააკეთოს მწარმოებელმაც სახელმწიფომაც და თითოეულ მომხმარებელმაც რომ შევეჩვიოთ ჩვენივე პროდუქტს არის პატარა 1.5 მილიონი ხალხს შეუძლია რაღაცა იყიდოს. დანარჩენი არის ისე ზღვარზე რომ არ შეუძლია. ამისათვის რომ ეს გააკეთო, მაგალითს მოგიყვან. აი მეგობარმა გახსნა არგენტინული ხორცის მაღაზია, რესტორანი. სადაც ჩამოიყვანა არგენტინა ასადორი გვია, რომელიც ჭრიდა ამ ხორცებს, ჭავდა სხვადასხვანაირად და იყო მეტად. ვიყავი მე კონსულტანტად არგენტინელი ღვინოები შეურჩია. რომ შეხვიდოდი, უკრავს ტანგო, არგენტინული ღვინო და ეს ხორცი. რა ხორცია იცი? 8 თვის მოზვერი სპეციალურად ჩამოიტანა. შედის დიპლომატი, შედის ელჩი, შედის ბანკირი, უხარია. ნუ გავიდა დრო მობეჭდა ამათაც. ახლა შედის ქართველი. უკრავს ტანგო. ბიჭო, კიკაბიზარა გაქვს? არგენტინული მაღაზია. ხინკალი არა გაქვს? არა, ხორცი გვაქვს. ატა რამენა გამოვიდა აღარია აი ეს არის ჩვენთან შალახო უნდა რა იმას ტანგო არ უნდა ანდროს არგენტინული ხორცი და ბრაზილიური ხორცის მაღაზიები თენსოფში არის ცნობილი ვერ შეყვარ ესეთი რიგებია რატო
ნაციონალურია ყველაფერი. აქ არა, ყველაფერი ბოლოს მიდის ხინკალზე. ბოლოს მიდის ხინკალზე. კულტურა არ არის. ესმის კი ბატონო ხინკალზე. ბოლოს რესტორანში როდის დალე ბოთლის ღვინო. არა. ხო და რა ხდება? რესტორანი ეხლა თავის ღვინოები დააწესა, თუ შეიტან, თუ შეიტან 30% გახდენია. იგივე გამოდის, ხო? ისე ჭაჭა და ხინკალი ხო მიდის ერთმანეთთან ძალიან. აი მაგაზე არ არსებობს ესე იგი მსჯელობა. ადამიანს რაც აქვს საშუალება, რაც იყიდა, ადრე იყო 50-იანი წლების ბოლოს ეტიკეტს ეწერა, რას რა უნდა მოიხმარო. ეს ნანადირევ ხორცთან, სადან ნანადირევ ხორცი. ეს უნდა მიაყოლო წითელ ხორცს, ეს უნდა მიაყოლო კალმარებს, იმას. ეხლა დაუშვი კითხვით სომელიეს. მე ვთქვი, რომ მირჩევ მაგას. მე გურული კაცი ვარ. მაქვს სახში კაი, კახური ღვინო, ჭადი, ეკალაფხალი, ტყემალი. არ წავა? არ ვიცი. აბა ნახეთ ვარ წავამეთი. ჭამია და გასინჯით ვარ წავა. ეხლა რა ხდება იმას სუპერმარკეტებში? ჩვენ US-მა ინგლისში შევიტანეს სუპერმარკეტებში ღვინოები. და როგორც კი შევიტანე გვითხრეს. ღვინო დადეთ მესამე თაროზე. თვალის წინ. დაბლა ინგლისელი არ იკუზება, დაბლა ინდუსი იკუზება. ამიტომ აქ უნდა იყოს. და იქ რამდენს დადა, იმდე ფულია გადასახდელი. ერთი სახე, ორი სახე, ფეისების სახე, ხო? ეხლა ეკითხები სექციაში ვინც არის. რა გაქვს ყველაზე კაი? კითხვის ეს, რა გაქვს ყველაზე კაი? ეს ის. დედოფლის დაბადების დღეს რა იყიდება იციან? ჩელსი რომ მოიგებს იციან რა იყიდება. დაუბრუნდეთ ჩვენ ტექნოლოგიას. რა მნიშვნელობა აქვს ნედლეულს ჭაჭის გინდა და გინდა ხილის არყის შემთხვევაში? რამდენად მნიშვნელოვანი არის ნედლეული? კარგი ნედლეული თუ არ გაქვს, შეგიძლია გამოიყვანო კარგი ჭაჭა. გამორიცხულია. რაც არ გინდა მაგარი მასტერი იყო. რაც ამ აპარატი ქონდეს. საწყისი რაც არის შიგ, თუ არ იცი ყურძენი როდის დაწურო, რანაირი ყურძენი უნდა იყოს, სად შეინახო, რო არ დაგიობდეს, რო არ გაგიშრეს. შემდეგ რომ ქვაბში გამოხდი, რითი აცხელებ. რა არის ენერგომატარებელი? შეშა თუ გაზია თუ ტენია. როგორია გამოხდელი, როდის მოხადოს თავი, როდის ბოლო. აი დაიწყება გამოხდა ხო? უკვე სუნით უნდა გძნობდეს. აი გოგოსთან რომ მიხვიდე, თევზაძესთან. არა, სულ ყველაფერი დაყენებული აქვს ისე რომ არაფერი არ ეშლება გასაკ. იშოვა, მუშავა, ვალები აიღო, ყველაფერი და გახდა დისტილერი. მე მიხარია გოგას წარმატება. ჩვენ ერთად მუშაობთ ჯივეში. ბავშვი იყო რომ მოვიდა ჩვენ. კარგი ბიჭია ძალიან. ხო და დღეს იწვალოს. ნახე რამდენი თაფლი ქონდა ესოში? კი, რაც 4 ტონა. 4 ტონა თაფლი. 4 ტონა. აბა, ცოდვარ არის მის გაფუჭება? ხო. ეს ყველაფერი მაგაზია დამოკიდებული. შემდეგ გამოხდის დროს თავების მოცილება ბოლოს თავში როდის რა. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ როგორც ღვინოზე ამბობენ, ღვინო იწყება ვენახიდან. ისე იწყება თქვათ ჭაჭის ამბავიც იწყება ვენახიდან. თუ კარგია ვენახი. არა, შეიძლება ვენახი კარგია, მაგრამ ჭაჭა ვერ შეინახე. ხო, ვერ შეინახე. ვერ შეინახე. დროზე არ გამოხადე, დაგიობდა, დაგიზმარდა. ო, აი ეგ საინტერესო არის. მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც როგორც კი დადუღდება და თქვათ წვენს გადაიღებენ და ჭაჭა ღვინოს გადაიღებენ ჭაჭა იმ წუთას ხდიან, ზოგია გააჩერებს და გამოხდის 2 თვეში, ან იანვარში, თებერვალში ეგრე. ამას აქვს მნიშვნელობა, რომ აჩერებ ჭაჭას. როგორ ჯობია? მნიშვნელობა აქვს იმას, უცბად გამოხადო. რა პირობები გაქვს? როდისთვის? ადრე სამტრესის ყველა ქარხანას ქონდა ჭაჭის ხდა და ქონდათ ორმოები. 5-6 მეტრიანი ორმოები იყო, დიდი ჭაჭა შაღინდა დატმონა და დადნენ მიწას. და მე როცა უკვე გავიდოდა 13 დაიწყებდნენ ხდას. ესეა იტალიაში. იტალიაში არის დიდი ცემენტის აუზები, რომელიც არის დიდი ოლიმპიური ბასეინები, რომ იმაზე დიდი. და სპეციალური ტრაქტორი მეტყნის და ეს ადის 3-4 სართულამდე და გადააფარებენ ბრეზენტს, გაუკეთებენ სასუნთქავ ხვრელებს და როცა მორჩება სეზონი, გადახდიან ბრეზენტს და 5 სანტიმეტრიან დაობებულია. იმას მოხსნია. ეხლა იტალიაში ყველა ხარხანაში ჭაჭა არ იხდება. რატო? იმიტომ რომ პროვინციები აიგე ფრიული, ვიქარისი, ტოსკანა, ვენეცია, ვენეტო და სხვადასხვა, ხო? არის 2-3 ქარხანა. სადაც მიგავშენ და ჭაჭას ეს ფულს გიხდის. ის აკეთებს მისგან მასალას. მაგრამ მასალას როგორ აკეთებს, ესე კი არა უპრაკონოთ. აქ ექსტრაქტორი და აქ სახდელი. ექსტრაქტორი რას ნიშნავს? კბილი ჭაჭა
ის იყრება ექსტრაქტორში, შნეკის მიაკ, ცივი წყალი, ნელი წყალი, თხელი წყალი, ადუღებული წყალი და ბოლოში გამოდის ტკბილი წმენი. ამ წვენს დაადუღებენ და ამოხდიან. ეს არის ექსტრაქტიდან მიდებული ჭაჭა. ეს პეტიოს ვარიანტი ხო არ არის? არაფერი. იმიტომ რომ ჭაჭას რო დაასხავ წყალს და მეორედ ღვინოს რო აკეთებ. ეს უკვე იმ ღვინოს აკეთებ და ის ხდის ამას. აი ეს იმწუთას ხდის მაგას. ხო, გამოფირები, აი ციკლი მიდის და გამოხდება. ეხლა როდესაც ეს მიიღო ამან გამოხდილი გაზომა, თუ ეს ექვემდებარება გრაპას სტანდარტებს, ეგრევე შეაქვს საწყოში და აქციის ოფიცერი ლუკავს. უფლება რა გაქვს შენ გააღო ამის გარეშე. მაგრამ იმდენი ბევრია, რომ ამდენს ვერ გადაიხდი. ამიტომ ეუნები გამიღე 5 ლიტრა მინდა. გამოიტანე დაგილოკავს. ამის ფულს იხდი. თუ არ ვარგა კონდიცია ვერ არის, გარეთ სისტემებში აქვს და ის იხმარება ლაქსაღებებში, ანტიფრიზებში, შუშების საწვენში და სხვა. იქ ყველაფერი არის დაკანონებული. ამას ვერ დაარღვევ. ხო, გასაგებია. ამიტომ ხდა 1 აპრილს თავდება ყველგან. ანუ ეგ 1 აპრილის მერე უკვე ასე აქვს, ისე ცხელა და ისე ბევრი ვარგება. სხვაობა არის გრაპასა და ჭაჭას შორის. სხვაობა ისაა, რომ გრაპა არის იტალიაში მოწეული ყურძნიდან ნარჩენებისგან დამზადებული ჭაჭა. ისა გრაპა და ჭაჭა არის საქართველოში მოწეული. ტექნოლოგია ერთ და იგივე არის. ერთნაირია, ოღონდ განვითარებული მეტად ვიდრე აქ. იქ პატივს ცემენ გრაპას თვითონ იტალიელები. როგორი დამოკიდებულება? აი გითხრა როგორი დამოკიდებულება. არც ერთ რესტორანში ან მაშინ ბიზნეს შეხვედრაზე გრაპას არ მოგიტანებენ. მაგრამ არის რესტორნები შეგთავაზებს. თუ არა, ბოლოს ყველთან სიგარასთან ერთად მოგიტანს და ერთი ჩიქა დალია. ისე რომ დაიწყო რაღაცა. ხო, იტალიაში თავიდან ბოლომდე სვამენ ღვინოს. იციან ღვინის ფასი. და აქ ისეთი ღვინოები, რომელიც ლიტრა ნახევარი, 2 ლიტრა, 3 ლიტრა დევს სუპერმარკეტებში 1 ევრომდე ხეს. იყიდი დალევ. კარგი ღვინოა ის 1 ევროიანი ღვინო როგორ იცი? ახალი, აი ავსტრალიაში რო ვიყავი 3 თვის ღვინო დამალევინეს. რას ნიშნავს 3 თვის ღვინო? ახალია, ყველაფერი აქვს მასში შეჩენილი ის არომატები და იყიდება 10 ფუნტის ოკამში GVS-ის არყებს ვასხამდი. და იტალიაში ვიყიდე 100 ლიტრიანი ჭაჭის სახტელი. ჩამოვიტანე და გამოხადა ესეთ კონდარი ნუიორი ჭაჭა სულაფერი და ერთ წელიწადს გადავწყვიტე მეთქი ესეც ჩავატარებ. ძირკო კახეთში არის სოფელი ერთი ვაჟა. გურჯაანის რაიონი. ხო, ერთი ვაჟა არის მე ბონდერი, იმას გავაკეთებინე 30 ლიტრიანი. მუხის, თუთის, წაბლის და მეოთხე კიდე ისე რა ქვია, კასრი და შიგ ჩავასხი. ერთი წლის მერე ამოვიღე. როგორც სადედად ისეთი იყო. თუთის იყო ყვითელი, ალუბლის იყო წითელი, წაბლის იყო შავი და ის იყო ყავისფერი. ეს წავიღე ყველა ხემ თავისი მისცა. გრაპას ნაციონალური ინსტიტუტის გამოფენა იყო, წავიღე. რომ გავაშინჯე. ერთი საათი ლაპარაკობენ და დიდი მადლობა ესო გავგასო. ჩვენ წინაბერები აკეთებთ, მაგრამ ჩვენ ჯერ გავიკეთებიო ესეთ რაღაცა. ისე აი დაძველებაზე ვთქვათ ახლა, აი რადგან მაგ თემას შეეხეთ. რამდენად სასურველია ან რამდენად საჭიროა რომ დაისვენოს ან დაძველდეს არაყი. არაყი საერთოდ არ ძველდება, არაყი. და ჭაჭას ეს არის იმის და მიხედვით თუ იმას რა ქვია ოჯახის მეპატრონეს რა უნდა. ზოგი თავისთვის თამაშობს ერთობა, ზოგი ჩიფსებს ჩაყრის, ზოგი კაკლისტიხარს ჩაყრის, ზოგი ტარხუნას ჩაყრის, ზოგი იმას და ავე თავისთვის. მაგრამ ძირითადი ჭაჭა იტალიაში გრაპა ცალკე გამოდის და გრაპა არომატიკო ცალკე გამოდის, უმოტებენ. აქ აკეთებენ ის რა ქვია, სხვა ფილმები ტარხუნით, ნიურით, თაფლით, ამით აკეთებენ. და ეს ვისკები თაფლი დაიწყო გამოშვება. კი, არის თაფლი, ტკბილი ვისკები, გამილებია. ქალებისთვის. ნუ ჩემთვის ტკბილი სასმელი ცოტა არასასიამოვნოა, მაგრამ არის. ერთი კითხვა მინდა კიდე დაგისვა. ადრე სამტრესტში სპირტი ან ნედლეული სულ ჩვენ ქვეყნიდან მოიპოვებოდა თუ შემოდიოდა? ესე იგი სამტრესტი ანუ ამდენი ყურძენი გქონდა ჩვენ მაშინ. სამტრესტის გაერთიანებას ჰქონდა 3 სპირტის ქარხანა. ესე გომი, გურჯაანი და მერე ბოლოს აშენდა თერჯოლაში.
ეხლა რა ხდებოდა? რაც ჭაჭები იხდებოდა ქარხნებში, ის ხო ყველა არაკონდიციური იყო. მიდიოდა გომში და გურჯაანში და ხდება მისი რექტიფიკატის გამოკითხვა. ეს რექტიფიკატი მოდიოდა უკან და აკეთებდნენ შემაღლებულ ღვინოებს და პორტვეინებს. და ის არაყი, რომელიც გამოდიოდა არაკის ქარხანაში, კეთდებოდა მხოლოდ ხორბლის სპირტზე და ეს იყო უკრაინა. ჩვენ პური არ ქონია რომ გამოგვეხათ სტყული ეს, მაგრამ ეს ნედლეული, რომელიც ქარხნებში ძალიან ბევრი იყო და შედიოდა გომში და გურჯაანში, 96-ს მიყავდა და მე მოდიოდა შემაგრებული ღვინოების, პორტვეინების და ესე იგი ყურძენი იყო ჩვენი პროდუქტი და ხორბლის ან რაღაცა უკვე შემოსა. არაღზე არა. არაღზე არა. ყურძნისეული პროდუქტები ცალკე იყო, არაკიც ეს ცალკე იყო. სასწავლებლები თუ იყო მაშინ დისტილაციის. თუ ქარხანაში ვესწავლობდით ხოლმე ამას. რატომ გეკითხებით, იცი? აი ხა დღეს მაგალითად თანამედროვე ადამიანმა რომ მოინდომოს ხდის სწავლა, სად უნდა ისწავლოს? მან ჯავიძესთან. გოგა თევზაძესთან. ხო, აი ხა მაგათ ჯერ ერთ გოგა თევზაძესთან. თავისი საქმეა. არა, ხო და ანუ სასწავლებელი არ არის ეგ. მეტი ვერ გაგაგზავნე მისე. ხო და ხო აქ ამას დიდი მნიშვნელობა რომ რაღაცა ჩამოყალიბებული სასწავლებელი იყოს ამ ქვეყანაში. გიგი, შენ ახლა იწყებ ამ საქმეს და კაი კაცი ხარ რომ ამას ასე იკითხები. ვინა ლექტორი? კი ბატონო, მანჯავიძე და თევზაძე და კიდე სხვაებიც არიან. არ ეგენც არ არის ისე დონეზე. ეგენ პრაქტიკაში ვერ. ვიღა თეორიკაში უნდა იყოს, ხო და ასწავლოს. ვინ წაუკითხავს ლექციას? აი ჩამოყალიბდა რაღაცა. ინსტიტუტი გააკეთა ნაპარს თუ რაღაცა, ხო? ხო უნდა იყოს შეგა ვიღაცა, ვინც ჩვენს გასწავლის. კაი, მე დამიძახე და ისტორია მოგიღები. მაგრამ ის რომ სიგნისეულად წაიკითხოს, ხო არა. და ხო საჭირო არის ასე სასწავლებელი, რომ კარგი ხდელები მივიღოთ ხვალ და ზეგ. სპეციალური ხელობა ვინაკურგას. ვინაკურ, ვინის ხდელი ხელობა ფაკულტეტი იყო. იყო მაშინ? კი, რუსეთში, აქ არა. ხდელის სპეციალურად. და სარაჯიშვილს და ბოლქვაძეს და ჯორჯაძეს რომ საერთო წავიდა ცოდნა მიიღეს, რომ ჩამოვიდნენ, ვინ დახვდა აქ? არაფერი, უციგნური ხალხი და ჩამოიყვანეს თავიანთი კუპაჟიორები, რომელიც აკეთებენ არახს, ლიქიორს, ხდიდნენ. და მე იმასთან გაზარდეს. ხო და ასია გოგამაც წავიდა და მიიღო საზღვარგარეთ და ყველა სხვა რა აქ იმის საშუალება რომ წავიდეს და ხო უნდა იყოს ქვეყანაში, მე მაგას ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია როცა იქნება ქვეყანაში ერთი ნორმალური რაღაც სასწავლებელი რა. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო 5-6 ინსტიტუტი, სასოფლო ინსტიტუტი, მებაღეობის ინსტიტუტი, ბიოქიმიის ინსტიტუტი, საერთო დაცვის ინსტიტუტი. აი ესეთი ინსტიტუტები, სადაც ყველაფერი ისწავლებოდა, მაგრამ იქ დისერტაციას იცავდნენ კონიაკზე, არაღზე, ლიქიორზე, ღვინოზე. ჭაჭაზე არავინ არ იცავდა, რატო? არ იყო ამის ისა, ხო გონებს მაშინ არ იყო ჭაჭად. არ გამოდიოდა არაფერი, წვეტა იყო 36 წელსა და 58 წელს შორის. იყო წვეტა. ვერ ნახავდი. აი თუ სამტრესის რაღაც პატარა ცეხები იყო და ვინაგრადნებოდა ჭაჭა იყო, მეტი არაფერი. სპონტანური იყო ყველაფერი. კარგი ბატონო ბონდო, ჩვენ შეგვიძლია პირველი ნაწილი დავასრულოთ და მეგობრებო, ჩვენ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ რაზე ვისაუბრებთ ბატონო ბონდო, ჭაჭას და გასინჯვა, დაგემოვნება, დეგუსტაცია, ალკოჰოლიზება, მისი შეხამებაზეც ვისაუბრებთ და ის რაც სხვაგან არ არის, მე განახებს ყველაფერს. დიდი მადლობა, ეს არის ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში იმ კითხვას გაეცა პასუხი, როდის დაიწყო ქართველმა ადამიანმა და ევროპამ ჭაჭის ხდა, ეს არის არაბებისგან შესული კულტურა, ყოველ შემთხვევაში ქვაბები იქიდან შევიდა, თვითონ არაბები არ ხდიდნენ რა თქმა უნდა ალკოჰოლს, მაგრამ ქვაბები უკვე ჰქონდათ, შევიდნენ. მაგრამ ესპანეთში და ესპანელებმა დაიწყეს უკვე ალკოჰოლი. მე-12 საუკუნიდან. მაგრამ პირველი უწყვეტი მოქმედების ქვაბი გააკეთა გერმანიაში ბლაუბერმა 1827 წელს, იყო ორი რექტიფიკატორი და ეპურატორი, რომელიც სხვადასხვა სიმაგრით წასაზღებულობდა. 30 წელში ეს შოტლანდიელმა აინას კოპიმ გამოიჯერა და დაარქვეს კოპის სტილ.
ეს ხვაბები დღეს გამოდის, ქარხნები არის ამის. ეხლა ისეთი ხვაბებია, კნოპკას დააჭერს. არა, ანუ ეს ფირმები თუ არსებობს რა. ფირმები როგორ არსებობს, მაგრამ გამოჩვენებული. მერსედესი ხო არსებობს, დინას ხო, ყველა. ხო და კაია რომ წვეტა არა აქვთ, მაგრამ ჩვენთან რაღაცა დაეწყოთ, უკვე გაწყვეტილი ექნებოდა და ისტორია ექნებოდა. არა, ვინც იყო მეღვინე და ვისაც ჰქონდათ ჭკუა, ყველა დახვრიტეს და გააგდეს და როგორ შეიძლება მე იმის აღორძინებულიყო. სამტრეს დარჩა სამტრესთან მონოპოლიური ორგანიზაცია. რაიკომის დივანი მეღვინეს აძალებდა გეგმას, სამტრეს მმართველი აძალებდა ხარისხს. რა უნდა ექნა მეღვინეს? და არაფერი, ხო გეგმაც უნდა შეესრულებინა და ხარისხიც რაც მოდიოდა ალბათ ისა. ის ხო არის, კი. ხარისხი როგორი იყო? კარგი იყო? იყო ხარისხი სამნაირი. აი ეს ნომრებით რო იყო ხოლმე, ხო? 30 ნომერიანი ღვინო იყო. მაგის ეტიკეტებს უყოლაფერია ჩემს ეგში. ის ღვინოები იყო რატომ? ძალიან ბევრი იყო ერთმაგინე და შეერთეს კომისიამ სპეციალურმა. ამ 30-ის გარდა კიდე გამოდიოდა სხვა, რომელიც ისე იყო მოხერხებული, მაგრამ ყველაზე მეტი ესა დეფიციტი იყო გურჯანი, წინანდალი, ვაზისუბანი, ჰერეთი, კახუთი. რესტორანში შეხვიდოდი ვალენტინა 70 კაპიკი და ღვინო და გაუგზავნიდი 6 ბოთლს მაკაც. ის გამოგიგდა 6 ბოთლს. ეხლა მიდი აბა 6 ბოთლი გაუგზავნე. 300-400 ლარი უნდა 6 ბოთლი რო გაუგზავნე. ხო და ეს ყველაფერი იყო ძალიან იაფი. არაყი გირდა 2 და 5 კაპიკი. ღვინო ღირდა ლარი ნახევარი 2 ლარი. ბოთლი და ნახევარი ტკბილი ღვინო 3 და 20. ცარიაში იყო ლენინის ქუჩაზე კოსტავაზე. და იქ სპეციალურად აგზავნდა ხალხიდან და 10 ბოთლი შეგიხოდა წელს დაგიწევდა და მოსკოვში მქონდა 3 და 20. ესე იგი 32 მანეთი შედებოდა ერთი 10 ბოთლი ღვინო, რომელთაც მორწყავდი ყველაფერს. ხო და ხარისხი ნორმალური იყო. აი ხარისხი როგორ იყო? არის და სამარკო ღვინოები, რომელსაც წყალი არ გაუვიდა, იყო ორდინარული და იყო პორტვეინები. თუ რამე მასალა იყო გადასაგდები და ნაგავი იყო პორტვეინი და ვერმუტი. ვერმუტს ეზახოდა სკორიპომში, რატო? თუ რამე ქონდა ღვინოს, ქროლავი, ყველაფერი იქ იყო. ამაში რატო? იმიტომ რომ ამას უმატებდნენ ბალახებს, ეს ბალახები აქრობდა ყველაფერი გემოს. რო სვამდი, არა 60 ბალახი იყო შიგა. აი ეს ვერმუტი რა არის, ეს ეძახიან გოგოები, მე მარტინიზე დავჟექი. ვერმუტია, ბრადიაგების სასველი იყო ვერმუტი. ჩაოლებრია, რატო? იმიტომ რომ 15 გრადუსი 16 აქვს სიმაგრე და 7 გრადუსი აქვს შაქარი. რომ დალევის თავში გირწყავს. ძალიან კონიაკი და ვისკი და ესენი ძნელი მოსალეებელია, ვიდრე ჩაოლებრიაყი. რატო? იმიტომ რომ ის კაციდან რა გამოდის კაცმარისის. ხო, მესმის ასაც. ყველაზე სუფთა არის თეთრი არაყი. კი. ყველა 96 გრადუსია. ყველაზე სუფთა. მე უმოტებ ამას წყალს. ისე რომ დიდი მადლობა თქვენ ჩემთან სტუმრობისთვის და თუ რამე გაკლია, მე წიგნებს მოგცემ, შენ გაკიდე წიგნი და წაიკითხე შიგა და ნახე. შენ იქნები პირველი, ვისაც ეცოდება ყველაფერი, რაც კი რამე ჭაჭოზე ხდება. ბევრი რამ მაკლია და გაგჩემი და დამირეკე.